მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, მაგრამ ამავე დროს საკამათო ფიგურაზე ისტორიაში. ადამიანი, რომელიც იყო ერთდროულად გენიოსიც და ტირანიც, გამაერთიანებელიც და დამპყრობელიც. რა თქმა უნდა, ალექსანდრე მაკედონელზეა საუბარი. მისმა წარმოუდგენელმა ამბიციამ ხომიცით ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა მაშინდელი სამყარო და მისი რუკა სამუდამოდ შეცვალა. მზად ხართ? მოდით დავიწყოთ. და მოდით, იცით როგორ დავიწყოთ? არა თავიდან, არამედ ბოლოდან. ეს სიტყვები, ეს ეპიტაფია, რომელიც ალექსანდრეს საფლავზე იყო ამოტვიფრული, ალბათ ყველაზე უკეთ გადმოცემს მისი პიროვნების მასშტაბს. დაუჯერებელი არა, მთელი სამყარო არ იყო, მაგრამ ბოლოს ერთი სამარე აღმოჩნდა საკმარისი. აი სწორედ ამ პარადოქსშია მთელი მისი ისტორია. კარგით, იმისთვის რომ ალექსანდრე გავიგოთ, ჯერ უნდა გავიგოთ რა ხდებოდა მის გარშემო, ანუ რა სამყარომ შვა ასეთი ფიგურა. წარმოიდგინეთ, ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნე, საბერძნეთი, რომელიც ოდესღაც ცივილიზაციის ცენტრი იყო, ახლა სულ ზღაფავს. პელოპონესის დამანგრეველმა ომებმა ის სრულიად გამოფიტა. აი ეს ცნობილი პოლისური სისტემა, ანუ ქალაქ-სახელმწიფოები, როგორც იყო ათენი, სპარტა, უკვე კრიზისშია. და როცა ასეთი რამ ხდება, იქმნება ძალაუფლების ვაკუუმი, რომელიც დიდხანს ცარიელი არჩება. ჩრდილოეთში კი, მაკედონიაში ახალი ძალიან ამბიციური ძალა იკრებდა ძალებს. და ამ ძალას სათავეში ედგა ფილიპე მეორე, ალექსანდრეს მამა. კაცი, რომელმაც იცოდა, რომ ომს მხოლოდ მახვილით ვერ მოიგებდა. მისი სიტყვებია, ხომ ხედავთ, ოქროთ დატვირთული სახედრით ნებისმიერ ქალაქს აიღებ. ანუ ის იყენებდა ყველაფერს, სამხედრო გენიას, მაგრამ ამავდროულად მოსყიდვას, დიპლომატიას, ეშმაკობას. და საბოლოოდ, ძვედწელს 329 წელს, ხერონეას ბრძოლაში, მან ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძალით დააჩოქა. და აი, როცა ყველაფერი მზად იყო დიდი გეგმებისთვის, ბამ, ფილიპეს კლავენ. მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად, თახტზე ადის მისი 20 წლის შვილი, ალექსანდრე. და იცით რა მიიღო მან მემკვიდრეობით? არა უბრალოდ სამეფო, მან მიიღო მამის ამბიცია. და შემდეგ ეს ამბიცია ისეთ მასშტაბებზე გააფართოვა, როგორც ფილიპეს ალბათ არც კი დაესიზმრებოდა. რომ წარმოიდგინოთ, როგორი იყო აი ეს ფრაზა, რომელიც მეგობრებს უთხრა ყველაფერს ამბობს. ბავშვი იყო ფაქტობრივად და უკვე იმაზე დარდობდა, რომ მამამისი იმდენს დაიპყრობდა, რომ მას აღარაფერი დარჩებოდა. ეს არ არის უბრალოდ ბავშვური წუწონი, ხო ხდებით? ეს არის მისი დაუოკებელი შიმშილი დიდების მიმართ, რომელიც მასში ბავშვობიდანვე იჯდა. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც იდეალურად აჩვენებს მის აზროვნებას. ეს არის გორდიას კვანძის ამბავი. ლეგენდა ასეთი იყო. ფრიგიაში არსებობდა ეს შეუძლებლად ჩახლართული კვანძი და წინასწარმეტყველების თანახმად, ვინც მას გახსნიდა, მთელი აზიის მმართველი გახდებოდა. და რას აკეთებს ალექსანდრე? ის დიდხანს არწვალებულა, მივიდა, დახედა და უბრალოდ ხმალი იშიშულა და შუაზე გაჭრა. პრობლემა მოგვარებულია. ეს არ არის უბრალოდ ანეკდოტი, ეს მისი ფილოსოფია. რატომ უნდა ეძებო რთული გზა, როცა არსებობს მარტივი პირდაპირი გადაწყვეტა? ზუსტად ამ მედგომით წავიდა ის მალე მსოფლიოს უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ. და აი, დადგა დრო. ძვ.წ. 324 წელს ალექსანდრე სულ რაღაც 65,000 კაცით აზიაში გადადის. ამით იწყება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და თავხედური სამხედრო კამპანია. და მოვლენები ელვისის სტროფით ვითარდება. შეხედეთ, 323 წელს გრანიკოსის ბრძოლა. მცირე აზია მის ხელშია. ერთი წლის შემდეგ ისოსის ბრძოლა. სპარსეთის მეფე დარიოს მესამე დამარცხებულია. და ბოლოს 321 წელს გავგამელას ბრძოლა. ეს იყო საბოლოო, გამანადგურებელი დარტყმა. აქემენიდების იმპერია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს მართავდა, დაემხო. სულ 3 წელიწადში. წარმოუდგენელია. დარიოსი შეეცადა მოლაპარაკებას. შესთავაზა იმპერია გავიყოთო. მაგრამ ალექსანდრეს პასუხი იყო აი ზუსტად ისეთი, როგორიც მისი ხასიათი. როგორც ცაზე არ შეიძლება ორი მზე იყოს, ისე აზიაში არ შეიძლება ორი მეფე იყოს. მისთვის კომპრომისი არ არსებობდა, მას უნდოდა ყველაფერი. ან ყველაფერი, ან არაფერი. მაგრამ აი აქ იწყება ნამდვილი ამბავი. დაპყრობა ერთია, მაგრამ როგორ უნდა შეინარჩუნო ასეთი გიგანტური იმპერია? ალექსანდრეს ხედვა სულ სხვა იყო. მას უბრალოდ მართვა არ უნდოდა, მას სამყაროს შეცვლა სურდა და მისი მეთოდი აბსოლუტურად რევოლუციური იყო. ეს იყო შერწყმის პოლიტიკა. ნახეთ, რას აკეთებს.
თვითონ ცოლად ირთავს ბაქტრიელ პრინცესას. თავის გენერალებსაც მოუწოდებს, რომ ადგილობრივებზე დაქორწინდნენ. იწყებს სპარსული სამოსის ტარებას. სპარსელ ჯარისკაცებს თავის არმიაში რთავს და აარსებს 70-ზე მეტ ქალაქს, სადაც ბერძნები და ადგილობრივები ერთად ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ, ეს ბევრ მის მაკედონელს აღიზიანებდა, მაგრამ მას ესმოდა, რომ სხვაგვარად ეს იმპერია უბრალოდ დაიშლებოდა. და ამ ყველაფრის კულმინაცია, აპოგეა, იყო ერთი წარმოუდგენელი თეატრალური ჟესტი. ეს მოხდა ქალაქ სუზაში, ძვეწე 324 წელს. მან ერთ დღეს, ერთ ცერემონიაზე 10,000 თავისი მაკედონელი ჯარისკაცი დააქორწინა 1000 სპარსელ ქალზე. წარმოგიდგენიათ მასშტაბი? ეს იყო მისი იდეის ყველაზე ძლიერი სიმბოლო. არა უბრალოდ კულტურების შერევა, არამედ ხალხების, სისხლის პირდაპირი შერწყმა, რათა შეექმნათ რაღაც სრულიად ახალი. მაგრამ ისტორიას უყვარს ირონია. 10 წლის განუწყვეტელი ბრძოლების შემდეგ ალექსანდრე 32 წლის ასაკში ბაბილონში უბრალოდ ციებ-ცხელებით კვდება. ადამიანი, რომელსაც ვერც ერთი მტრის ხმალი ვერ მოერია, დაამარცხა ავადმყოფობამ. და რაც ყველაზე ცუდია, მან მემკვიდრე არ დატომა. და რა მოხდა შემდეგ? ქაოსი. მისი იმპერია, რომელიც მის პიროვნებაზე იდგა, მასთან ერთად ვერ გადარჩა. იმ წამსვე მისი გენერალები, დიადოქოსები, ერთმანეთს დაერივნენ და იმპერია ნაწილ-ნაწილ დაიშალა. და აი, აქ არის თავარი პარადოქსი. მისი პოლიტიკური იმპერია ჩამოიშალა, მაგრამ მისი კულტურული იმპერია, მისი იდეა, სწორედ მაშინ დაიბადა. ამ პროცესს ჩვენ ვეძახით ელინიზმს. ეს არის ბერძნული კულტურის შერწყმა აღმოსავლურ ტრადიციებთან. ალექსანდრემ პოლიტიკურად ვერ გააერთიანა სამყარო, მაგრამ მან კულტურულად შექმნა ახალი გლობალური სამყარო. და მისი იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა ეს ელინისტური სამეფოები. ეგვიპტეში პტოლემეებმა დაიდეს ბინა, სპარსეთსა და მესოპოტამიაში სელევკიდებმა, თავად მაკედონიაში კი ანტიგონიდებმა. დიახ, მათ მართავდნენ ბერძნები, მაგრამ ეს იყო ჰიბრიდული სახელმწიფოები, სადაც ბერძნული და ადგილობრივი კულტურა ერთმანეთში იყო გადახლართული. ამ ელინისტური სამყაროს მემკვიდრეობა უზარმაზარია. ბერძნული ენა გახდა საერთაშორისო ენა, როგორც დღეს ინგლისურია. ალექსანდრიაში გაჩნდა მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკა. იდეები, რელიგიები, ხელოვნება ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ქმნის რაღაც ახალს, დინამიურს. და სწორედ ეს სამყარო დახვდათ შემდეგ რომაელებს. ანუ რასაც ჩვენ დღეს დასავლურ ცივილიზაციას ვეძახით, დიდწილად სწორედ ამ ელინისტურ სამყაროზე დგას. ხო და საბოლოოდ მივდივართ მთავარ კითხვამდე, რომელზეც ისტორიკოსები დღემდე ვერ თანხმდებიან. ვინ იყო სინამდვილეში ალექსანდრე? ერთი მხრივ, როგორც პლუტარქე წერდა, იქნებ მას მართლა სჯეროდა, რომ ღმერთებმა გამოგზავნეს, რათა კაცობრიობა ერთ დიდ მეგობრობის სასმისში გაერთიანებინა. ანუ იყო ის იდეალისტი, რომელიც კულტურების ჰარმონიულ შერწყმაზე ოცნებობდა. თუ მეორე მხრივ, ის იყო უბრალოდ ცივსისხლიანი პრაგმატის დამყრობელი, გენიალური, მაგრამ სასტიკი გენერალი, რომელმაც უბრალოდ მიხვდა, რომ ამხელა იმპერიას მხოლოდ ძალით ვერ შეინარჩუნებდა. და ეს შერწყმის პოლიტიკა იყო არა ოცნება, არამედ უბრალოდ ყველაზე ჭკვიანური ინსტრუმენტი დააპყრობილი ხალხების სამართავად. სიმართლე ალბათ სადღაც შუაშია. რა არის ლიდერის ნამდვილი მემკვიდრეობა, რომლის დაპყრობებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამავდროულად საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ სამყაროს. ერთი რამ კი ფაქტია, სამყარო, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, წარმოუდგენელი იქნებოდა იმ 32 წლის მაკედონელის გარეშე, რომლის ამბიციასაც დედამიწის საზღვრები ვერ აკმაყოფილებდა.